მოგესალმებოდ ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არქივის სტუმრებო, თქვენ მოხვდით ქურუმ მიქაელის ტაროზე, ძალიან მიხარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი პრაქტიკით მეტი გეცოდინებათ. ეხლა თქვენი მოთხოვნით ინტერაქტივი ასეთ მეტყველებს, რომ ძალიან გინდათ ამართლებს ფულის მოზიდვის რიტუალები და ერთ-ერთი ესეთი გახლავთ. ვიღებთ ჩვენ საფულეს, რომელიც ჩემ შემთხვევაში არის მწვანე ფერი, ყოველთვის ეს ასე არის. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია უკეთესი ხარისხის იყოს და უკეთესი სიახლის, მე ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ აქ ჩემი პატარა გათვლები მაქვს ჩადებული, რომელსაც პირად კონსტატაციებზე აუცილებლად ვანდობ ხოლმე ძირფას ჩემს გამომწერს, ვინც ასე ვთქვათ მობრძანდება, მაგრამ ვინც არის ეხლა საჯარო მსმენელი და ჩემი გამომწერი, მას ძალიან გაუმართლა და თქვენ საყვარელ ადამიანებსაც უთხარით ამის შესახებ, რომ თქვენი ძირფასი საფულე იყოს სავსე ფულით, ნებისმიერი ეროვნულ ვალიუტით, ან პლუს ამას თქვენი პლასტიკური ბარათებით, ასე ვთქვათ, არ იყოს ბევრნულიანებზე ნაკლები, ვიღებთ ესეთ გადაწყვეტილებას, ვიღებთ მწვანე მარკერს და ვწერთ 4 ციფრს, ოღონდ თავისებურად. პირველი ციფრი აუცილებლად იქნება ჩემო ტკბილო ადამიანებო 8-იანი. აი, თქვენს თვალწინ გავაკეთებ 8-ს, დავწერ 8-ს, რომელიც თავისთავად არის უსასრულობის ნიშანი. აუცილებლად ამ 8-იანს თავზე ასე ვთქვათ და ვამაგრებთ 6-იანს, ხო ასეა? ეს უკვე ნიშნავს, ჩემო კარგებო, 8 შევურწყათ 6. 6-იანი არის გამრავლება. შემდეგ მოდის 9-იანი. აი, ესე ხდება 9-яნის დაწერა, აი, ყურადღებით იყავით, აი, უკვე 9-იანს მწერთ, 9-იანი არის. წარმატების მოპოვება და ბოლო ციფრი, რომელიც ჩვენ გვინდა დავწეროთ, ეს გახლავთ 4-იანი. 4-იანი კიდე არის ნეგატივისაგან დაცვის არაჩვეულებრივი საშუალება. ბატონო. ესე იგი 4 ციფრს წერს, ეს იქნება პირველი 8-იანი, შემდეგ არის 6-იანი, მერე არის 9-იანი და მერე გახლავთ 4-იანი. აი ასე ძალიან მარტივად და ძალიან გენიალურად თქვენი საფულეები რა ფერის იქნება არ ვიცი, მაგრამ დავწეროთ ისეთი ფლომასტერით, ისეთი ფერით, რომ ის ხშირად თვალში გეცემოდეთ და პრინციპში ფულმა იგრძნოს ამ 4 ციფრის მაგიურობა. მეორეც მინდა აქვე გასწავლოთ, ავიღოთ საყვარელი ხელის კრემი, ну ამ შემთხვევაში ჩემი გახლავთ ჯენიფერ ლოპესის ხაზიდან და ის სუნელი, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ და ხელზე უნდა ასე ვთქვათ წაისვათ ხშირად, ავდგეთ ახლა და ესეთი რაღაცა ძალიან მარტივად მოვიმოქმედოთ. ვწერთ ნებისმიერი ფლომასტერით, ნებისმიერი რა ვიცი რა რითაც გინდათ, ისეთ რუნას, როგორიც არის ინგუსი. აი, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ძალიან მარტივად და როგორც ვიტყოდი, გენიალურად. ინგუს, ну ახლა მე არ გამომივიდა, იმიტომ რომ ცალი ხელით მუშაობ, თქვენ შეგიძლიათ ეს ორივე ხელით გააკეთოთ. კი ბატონო, ადექით მერე და თქვენი საყვარელი ხელის კრემი გამოიყენეთ. როგორ უნდა გამოიყენოთ, ეს თავად იცით. მისი სურნელება, რომ აუცილებლად იმოქმედოს და ჩვენი ჯადოსნური რუნამაც თავისი გასაკეთებელი გააკეთოთ. გისურვებთ წარმატებას, არა მარტო ფინანსურ საქმიანობაში, ფინანსურ პლანზე, პირად ცხოვრებაშიდაც, პირადი ცხოვრებისათვის ზოგადად წარმატების ფორმულების ძალიან ბევრ ასორტიმენტს შემოგთავაზებთ ლაიფჰაკებით და ჩემი ვიდეოებით და ასევე არ დაგარიწყდეთ, რომ ტაროსთან მიმართებაში გვაქვს კიდე პრეტენზია და ვიღებთ პირად გამოწვევებს. მომწერეთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ჩავნიშნოთ პირადი კონსულტაცია და ერთად ვკითხოთ ჩვენ ბრძენ ტაროებს, როგორ უნდა მოვიქცეთ მომავალში. რას გვეუბნებიან ისინი და მათი უდიდესი გამოცდილების წყალობით მე ზუსტად ვიცი, რომ სწორ და სასიამოვნო ცალ გზაზე ვდგებით. მიყვარხართ წარმატებები ყველას. კომენტარებში დაწერეთ ჩემო ძვირფასებო, ვიღებ სიამოვნებით და გადაუზიარეთ მათ, ვისაც დარწმუნებული ხართ, რომ ეს ძალიან ჭირდება. თქვენი გულისთვის, ნადევისთვის მომინთვია.